ქალი აქტიური მოქალაქე ამ სახელწოდებით საზოგადოება ბილიკმა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ღონისძიება გამართა. შეხვედრა გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, სადაც განხილულ იქნა ქალთა უფლებრივი მდგომარეობა ისტორიულ და თანამედროვე კონტექსტში. გარდა ამისა, საზოგადოება ბილიკს სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებისთვის გამოცხადებული ჰქონდა ესეების კონკურსი თემაზე ქალი აქტიური მოქალაქე. ღონისძიებაზე 5 საუკეთესო თემის პრეზენტაცია და ავტორთა დაჯილდოებაც მოხდა. მისაბაძია, იმიტომ რომ მისი დამსახურება ნაწილობრივ რომ საქართველოს დღეს მართლმადიდებელი ქვეყანა, ან მეგა ხაზი გაუზვის სარწმუნოებას. მე-16 საუკუნეში უფრო მეტად იყო ქალის როლი შემცირებული იყო უფრო მეტად ღვთისმოშიში იყო მაშინ ქალი ვიდრე 21 საუკუნეში. ახლა უფრო ჩართულია ყველა სფეროში ქალი. პრეზენტაციის დროსაც ვისაუბრე, რომ ქალი თითქმის არ ითვლებოდა, ადამიანის უფლებას არ ეკონდებოდა ქალის უფლება. ყველანაირად იყო დაჩაგრული. ბავშვებს უფრო მეტი უფლებები ქონდათ, მე მგონი უფრო ქალებს, იმიტომ რომ თქვი კიდევაც რომ ათენში ქალს არ ქონდა გარეთ გამოსვლის უფლებაც, თუ მას არ ყავდათ ახლები პირი. განათლებაზე საერთოდ არ იყო იქ საუბარი. შეხვედრის მეორე ნაწილი კი დისკუსიას დაეთმო. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, საჯარო სკოლების პედაგოგები და სხვა აქტიური ქალები ესწრებოდნენ. ძალიან საინტერესო თემები აქვს წარმოდგენილი. გაიმართა ასევე ძალიან კარგი დისკუსია, რა დროსაც იქნა გამოკვეთილი ისეთი საკითხები, როგორიც არის ქალის მდგომარეობა საქართველოში, მათ შორის შიდა ქართლში. აღსანიშნავი არის, რომ მდგომარეობა არ არის მაინც და მაინც თქვა კარგ მდგომარეობაში. იქიდან გამომდინარე, რომ არის ძალიან მთელი რიგი პრობლემები, რომელიც დაკავშირებული არის ოჯახში ძალადობასთან, სოციალურ უთანასწორობასთან, სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ეს საკითხი ასევე აუცილებლად უნდა იქნეს განხილული გენდერული თანასწორობის ჭრილში, იმისათვის, რომ მამაკაცის უფლებებიც არ იყოს ამ შემთხვევაში დარღვეული, თუმცა ხაზგასასმელი არის საკითხი, რომ შიდა ქართლში მომატებული არის ძალიან ოჯახური ძალადობის ფაქტები და განსაკუთრებით ქალების მიმართ. ჩვენ ვცდილობთ, რომ ბავშვებს არა მარტო გადავცეთ ინფორმაცია, რას ნიშნავს ქალი როგორც აქტიური მოქალაქე, არამედ ვცდილობთ, რომ მას თვითონ იფიქრონ რა არის ამ აქტიურობისთვის, რას ნიშნავს ქალის როგორც აქტიური მოქალაქის როლი დღევანდელ საზოგადოებაში. ჩვენ ეს გვინდა იმიტომ, რომ ისინი იზრდებიან, მომავალში უნდა საქართველოს გამგებლები იყვნენ და გვინდა, რომ აქედანვე როგორც ბიჭები, ისე გოგონები ფიქრობდნენ, როგორ შეიძლება მივახციოთ საქართველოში გენდერულ თანასწორობას. ახალგაზრდების აზრით მსგავსი სახის ღონისძიებები ხშირად უნდა ეწყობოდეს, რადგან მათი ჩართვა და აღნიშნულ თემაზე აზრების ურთიერთგაზიარება მომავალი თაობისთვის მნიშვნელოვანი იქნება.